ცვლილებები ქართული ოცნების საგარეო ფლანგზე რუსეთში ახალი წარმომადგენელი დანიშნეს. ეს მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი, რომელიც რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა, მოულოდნელად ჩუმად და ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე მოხსნეს და სახლში გაუშვეს. დანიშნად სრულიად უხმაუროდ მოხდა არანაირი განცხადება, არანაირი პრეს-რელიზი, არანაირი ფოტო ვებგვერდზე, საზოგადოებამ იმის შესახებ, რომ რუსეთში ირაკლი კობახიძემ საქართველოს ახალი წარმომადგენელი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დანიშნა, ლალი მოროშკინასგან გაიგო. მაკა ანდრონიკაშვილი ცდილობდა საგარეო საქმეთა მინისტრისაგან იმის გარკვევას, რა ნიშნით შეარჩიეს წარსულში მოსამართლე, შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილე, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურთან ერთწუთიანი კავშირიც კი არ ჰქონია, მტერ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად. ქართული სექციის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე შენ სწორად აღნიშნე, მამუკა მერკვილაძის ნაცვლად დანიშნეს და თუმცა მამუკა მერკვილაძე მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის ახლო კაცი არ ყოფილა, ის იყო მნიშვნელოვანი დეტალია გრიგოლ ლილუაშვილის ძალიან ახლო კაცი, მისი მეჯვარეა გრიგოლ ლილუაშვილი და სწორედ რამდენიმე თვეში ლილუაშვილს მიაყოლეს მამუკა მერკვილაძე, მას დააწერინეს განცხადება და გაუშვეს. რაც შეეხება ალექსანდრე წულაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, საინტერესოა ერთი დეტალი, რომ გასაიდუმლოებულია ყველა ბრძანება, რომელიც ეხება დანიშნებს და ასევე რომელიც ეხება გადაყენებებს. საინტერესოა ჩვენ ვეძებეთ, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვერ მივაკვლიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ იძებნება წულაძის შესახებ. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. საქართველოს დიპლომატები მუშაობენ შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში საქართველოს ინტერესების სექციაში. შესაბამისად, რუსეთში არაერთი მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და მათ ხომ უნდა იცოდნენ და უთხრან ვინმემ, რომ ახალი წარმომადგენელი დაინიშნა, რომელთანაც შეიძლება ქონდეთ კომუნიკაცია პრობლემებზე ლაპარაკი, ან რამე მისვლა და თხოვნა აქამდე. რადგან ნიშნავენ, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ეს ადამიანი იქ, სადაც ნიშნავენ, ხო? ზუსტად ეს კითხე ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ აქვს, ძალიან საინტერესოა ნოდარ ეს მიდგომა ქართული ოცნების ჩინოვნიკებისა. არანაირი ვალდებულება არ აქვს ვინმეს საზოგადოებას მათ შორის ან ჟურნალისტებს აუხსნას ის რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საკადროს მათ შორის. თუმცა ეს არ არის მხოლოდ საკადრო გადაწყვეტილება, ქალბატონ მაკას შეუძლია შეიძინოს რაღაცა ბრენდის სამოსი, რომელიც უხვად აქვს, ისე რომ თავად გადაწყვეტოს მისი გამონების შესაბამისად, მაგრამ ანგარიშვალდებულება გულისხმობს სწორედ იმას, რომ უთხრა საზოგადოებას, რომ აქ დავნიშნე ეს. სხვა ელჩების შემთხვევაში მაშინ რატო არ ვცელებენ განცხადებას, შევხვდით, დავნიშნეთ, წარვადგინეთ, გავაგზავნეთ, ჩამოვიდა, გამარჯობა ვუთხარით, დავემშვიდობეთ, ფოტო გადავიღეთ, ასე ზოგიერთი ელჩი მაგალითად საქართველოს დიპლომატიის იცოდა ქალბატონმა. იცოდა ხო საერთოდ რომ შეცვალე ეს დიპლომატი. ქალბატონმა მაკამ სავარაუდოდ იცოდა ეს გადაწყვეტილება, ახლა მთლად ასე ვერაულიდნენ მას გვერდს, თუმცა როდესაც მე მას ვკითხე, ვისი მიღებული იყო გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ეს ადამიანი და საერთოდ რატომ დანიშნეს ადამიანი ასეთ მნიშვნელოვან ადგილას, იმიტომ რომ ოკუპანტ ქვეყანასთან თავარი მომლაპარაკებელი პირია, დამლაპარაკებელი პირია ეს. საინტერესო პასუხი იყო, ის ამბობს, რომ დიპლომატიური გამოცდილება დიპლომატიურ მისიაში მყოფ ადამიანს არ სჭირდებაო. ეს მეორე მნიშვნელოვანი პასუხია და ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება ივანიშვილის მიღებული არ არის და რომ გადაწყვეტილება მიღებულია მისი და ირაკლი კობახიძის, როდესაც განათლების ყოფილ მინისტრს და ყოფილ მოსამართლეს არჩევდნენ რუსეთში გასაგზავნად. მაკა ბოჭორიშვილი საერთოდ უცნაურობას ვერც ამ ამბავში ხედავს და ვერც იმ ამბავში, რომ საზოგადოებას ჩინოვნიკებმა უნდა აუხსნან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც იღებენ ასეთ დროს. მაკა თუ ვრცელდება ინფორმაცია კლანთან კავშირში იყო თუ არა წარსულში ან ახლა ეს მოსამართლე რა ინფორმაცია ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სასამართლო წიაღიდან მოდის ეს ადამიანი იურიდიული განათლების მქონეა და როდესაც ის მოსამართლედ დაინიშნა, მისი მთავარი რეკომენდატორები ჩინჩალაძე, მურუსიძე იყვნენ, როდესაც ის დანიშნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ, ამბობენ, რომ მას ახლო კავშირები აქვს მიხეილ ჩინჩალაძესთან, ნათესაურ კავშირს.
კავშირებზე საუბრობენ. განამწესეს მოსამართლე. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა მისი სასამართლოდან წამოსვლის, განათლების სისტემაში წამოსვლის ამბავიც და განათლების სისტემაში ყოფნის ამბავიც, იმიტომ რომ სულ რაღაცა 7 თვე გაჩერდა ის მინისტრის თანამდებობას და როგორ უხმაუროდაც მოვიდა, ისე უხმაუროდ წავიდა და ასევე უხმაუროდ და ყველანაირი ამბის განახსოვს მისი მოსამართლეობის პერიოდი, მაგრამ მინისტრი რომ იყო ხოლმე. ხო, მისი მინისტრობა რაღაცნაირად ყველას გამორჩა და შესაძლებელია გადაყენებაც. ხო, ანუ არც მე მაგალითად დაგუგლო ამჭირდებოდა, როდესაც განათლების მინისტრი იმ პერიოდში მაინტერესებული იყო. ხო, ანუ მისი თანამდებობარი არ იყო ისეთი აქტუალური არც მაშინ და სავარაუდოდ მოდი ნახოთ რას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი, ქართული ოცნების საგარეო წყების პირველი პირი, რატომ შევცვალეო, რატომ დავნიშნეო და როგორ შევარჩიეო? რატომ ასაიდუმლოებთ ქალბატონ მაკა ამ დანიშნა გადაყენების ამბავს? ან როგორ შეარჩიეთ? ბატონო, კადრო გადაწყვეტილება. მინისტრი ხართ და გადაწყვეტილებებზე საზოგადოებასთან აგებთ პასუხს. მეროშკინასგან უნდა გაეგო საზოგადოებას. მუხლი სადაც წერია რომ მე ვალდებული ვარ თქვენთან გავიარო კრიტერიუმით შეარჩიეთ უკაცრავად ბატონი ალექსანდრე განათლების ყოფილი მინისტრი ამ თანამდებობაზე შეგიძლიათ გითხრათ? რას უწუნებთ? მე გეკითხებით რა კრიტერიუმით შეამჩნევთ? რომელი კრიტერიუმი არ მოგწონთ მითხრა? მას არ აქვს არანაირი დიპლომატიური გამოცდილება. ოკუპანტ ქვეყანაში მთავარ მომლაპარაკებელ და საკომუნიკაციო პირად უშვებთ ადამიანს და რა მისი მოვალეობები იცით? გეკითხებით რა მოვალეობით გაუშვით ბატონი ალექსანდრე რუსეთში ოკუპანტ ქვეყანასთან მთავარ მოკავშირეებელ კაცად? სად გაუშვი, რა გაუშვი ხალხნო? რას ნიშნავს გაუშვით? ერთი წარმომისმენ. არ გინდათ ეს რაღაცა ნარატივები ოკუპანტ ქვეყანაში წვლა არის ოკუპანტი ქვეყანა? კი, არის ოკუპანტი ქვეყანა. მე რა გინდათ ეს გინდათ რომ ჩემგან გაიგოთ პირველად გესმის? მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი, როდესაც მით უმეტეს უშვებ ადამიანს მაღალ თანამდებობაზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ეს ერთი. მეორე რუსეთში საქართველოს მისია ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს დახმარებით. თუმცა არის საქართველოს მისია. მომისმინეთ ერთი წამით გარკვევით გეუბნებით, რატომ იცინით, ხრაში გამომიჭირეთ, გეუბნებით, შვეიცარია ახორციელებს საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან. აბა ფორმალური კაცია ბატონი ალექსანდრე, არაფერს საჭირო არ არის ამას მეუბნები. რუსეთში საქართველოს საელჩო არ ფუნქციონირებს და დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ასეთი ფორმით ფუნქციონირებს. თქვენ ეს გინდათ, ეს გინდათ. რა უნდა მინდოდეს? კითხვას ჩვენ გაუშვით რა? არ გაუშვით? გაუშვით. ბატონი მერკულაძე 4 წელი რა პრობლემა ამიხსენით თქვენი პრობლემა რა არის? ჩემი პრობლემა მე პრობლემა არ მაქვს. პრობლემა მეკითხებით. ნუ მეჩხუბებით. ვისი გადაწყვეტილება იყო ბატონი ალექსანდრეს გაგზავნა? თქვენი კობახიძის თუ ივანიშვილის? თქვენი და კობახიძის? ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთი ივანიშვილისთვის არის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც საჯარო წყაროებით, ასევე არაერთი ჟურნალისტური საერთაშორისო გამოძიებით გინდება, რომ მას ინტერესები დღემდე აქვს. ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე დანიშნავდნენ თუ არა ამ კაცს რუსეთში საქართველოს წარმომადგენლად, თან აი ამ ფონზე, ამ გლობალური გადალაგებების ფონზე და რა შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის ყოფილიყო მოსაწონი, მომხიბლავი ამ კანდიდატურაში? არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს რა მოეწონა ბატონი ალექსანდრესი, თუმცა ფაქტია ნოდარ ერთი რომ რუსეთი ახლა არის მისთვის მთავარი გარანტიების მიმცემი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად არ დარჩენილა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა არ აქვს ქართულ ოცნებას და სანქციების პირობებში და მოლოდინის პირობებში რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია. მის გარეშე ალბათ ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებას. ხო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ძალიან ნომინალური დანიშნულება ექნება ამ ადამიანს. ანუ ეთანხმები მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ამ ამბობს, ნაწილში ვეთანხმები ნამდვილად, იმიტომ რომ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ერთი კონკრეტული პირის იმედად ჰქონდეს აწყობილი რუსეთთან ურთიერთობები. ჩვენ ბოლო ჟურნალისტური გამოძიება ჰქონდა, სადაც ფაქტობრივად დავადასტურეთ, რომ მისი რუსული კომპანია ისევ გაცოცხლებულია და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი, ასე ვთქვათ, ოფისი აქვს, ანუ ადამიანები, ვისაც ენდობა, ვისაც ურეკავს საჭიროების შემთხვევაში და გარკვეულ დავალებებსაც, რომ მას ყავს რუსეთში ეს ადამიანები, მდივნიდან დაწყებული საფინანსო სამსახურის უფროსი, იურისტი და ასე შემდეგ. ანუ ერთ სატელეფონო ზარშიც კი ჩანდა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ნდობით აღჭურვილი ადამიანები მოსკოვში ისედაც ყავს. მე მგონია, რომ ეს უფრო ფორმალური ამბავია, იმიტომ რომ უნდა გვყავდეს ეს წარმომადგენელი, ხო, აუცილებლად და
და სახლში გაშვებული ბატონი და ალექსანდრე საქმეს ადამიანი, დაასაქმეს რომელიც- უბრალოდ. ალბათ ივანიშვილის კავშირები რუსეთთან და კომუნიკაცია ცდება ერთი ბუნებრივია. მისის ხელმძღვანელის ამბავს. თუმცა საინტერესო გადალაგებებს ხედავთ ჩვენ, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით თანამდებობიდან წავიდა თუ გაუშვეს თუ გადააყენეს ასევე გიორგი ქაჯაია, რომელიც იყო ყობახიძე დაინიშნა თუ არა პრემიერად, პირველი რაც გააკეთა ერთ-ერთი ეს იყო გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც რუსეთში მანამდე საქართველოს წარმომადგენელი იყო. ქაჯაია გამოიწვია და დანიშნა ზურაბ აბაშიძის მაგივრად მის წარმომადგენლად, ანუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პოსტზე აღარ არის. ნამდვილად დაზუსტებით შემიძლია გითხრათ და ამას მაკაბოჭორიშვილიც მიდასტურებს, რომ ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ სრულად შეცვალა იმ ადამიანთა წრე ივანიშვილ ყობახიძემ, ვინც მათ ჰყავდათ რუსეთში მთავარ ყოველ შემთხვევაში მომლაპარაკებლად თუ არა საკომუნიკაციო არხად, ხო, საკომუნიკაციო ადამიანები სრულად შეცვალეს. გიორგი ქაჯაია დიდი ხნის გამოცდილების დიპლომატია მერკვილაძისგან განსხვავებით და ის აქ მაშინ რომ ჩამოიყონეს დაასაბუთეს რომ მრჩეველი იქნება და მნიშვნელოვან საკითხებში რჩევებს მისცემსო. ანუ მის სტატუსიც ეს იყო საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ანუ რამის თქმა ან რაღაც კომუნიკაცია თუ უნდა დასჭიროებოდა ოფიციალური არხი იყო ქაჯაია. ჩვენ წავდა ჩაწერილი ხო? არაერთხელ ჩვენ მას მოუწია ჩვენთვის პასუხების გაცემა, როდესაც ჩვენ ფარცხალაძის როლზე ვსაუბრობდით, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე ფრენების აღდგენას ეხებოდა ეს თუ სარკინიგზო მიმოსვლებზე მსჯელობას, აღდგენის მსჯელობას, თუმცა ქაჯაია წავიდა თუ გაუშვეს ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ის თანამდებობას აღარ იკავებს. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარი რჩევების მიმცემი ირაკლი ყობახიძისთვის როგორ იკომუნიციროს ოკუპანტ ქვეყანასთან არის თავად. შეგვიძლია მოვისმინოთ. პრემიერის მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში დატოვა თანამდებობა და თლიანი რგული შეცვალეთ, ვინც რუსეთთან გაკავშირდა. გაინტერესებთ, რაც ისტორიას ყვებით ახლა, რომ რა ქაჯაია არ წასულა სამსახურში. რა შვებით, მაინტერესებს თქვენ ნარატივი მაინტერესებს. თქვენ რა გაინტერესებთ? ქაჯაიას წასვლა ვისი გადაწყვეტილება იყო? ქაჯაიასი თუ ყობახიძე? ჩემი თანამშრომელი არ იყო. ჩემი თანამშრომელი რატომ ურთიერთობებში ახლა ყობახიძეს? თქვენაც გლევთ, თქვენაც და რა ურჩიეთ ბოლოს? რა გინდა რომ ურჩიო მითხარი? მაგალითად ბოდიში რომ საზოგადოებას ხო უნდა ვკითხო ივანიშვილი საზოგადოებას ხო უნდა ვკითხო და გეყოფათ ახლა საკმარისია თქვენი გადაწყვეტილება. ანუ მთელი რგოლი შეცვალეთ? ახლა საინტერესოა თუ იტყვის მაინც საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განმარტებაში რატომ მიიღო გადაწყვეტილება და რა ნიშნით შეარჩია რუსეთში საქართველოს ახალი წარმომადგენელი.